შემთხვევაში თუ კი ოპოზიციის შენიშვნები არ დაკმაყოფილდა საკონსტიტუციო ცვლილებაში მოგესალმებით ქალბატონო ადა, მადლობა რომ გვერთვებით. რას ფიქრობთ თქვენ, თუ კი არ შეიცვალა ის, რასაც კონკრეტულად პატრიოტთა ალიანსი ითხოვს, ამ შემთხვევაში გახვალთ ქუჩაში? საღამო მშვიდობის, აუცილებლად ჩვენ უკვე ეს განცხადება გავაკეთეთ, დავანონსეთ ჩვენი ქუჩაში გასვლა, ასე ვთქვათ, და იმ ქუჩაში გასვლას ექნება თავისი სხვადასხვა ძალიან მკვეთრი და აქტიური ფორმები და არ არის გამორიცხული, თუმცა არ გვინდა რომ მივმართოთ ამას, არ არის გამორიცხული, არც უკიდურესი ფორმა შიმშილობა მასობრივი. მეორდება ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი, ისევ და ისევ წავედით ჩვენ ამ 25 წლიან მოჯადოებულ წრეზე და ისევ ხედავთ ჩვენ იგივე სურათს, რასაც ქვია ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ან ორგანიზაციის მიერ ხელისუფლების უზურპაცია და მთავარი მიზანი და ამოცანა არის ამ ძალის, ამა თუ იმ ძალის დატაცება ჯერ ხელისუფლების. მერე რაც შეიძლება ხანგრძლივად ამ მიტაცებულ და დატაცებულ ხელისუფლებაში ყოფნა. ისევ ეს სურათია საუბედუროდ ჩვენს ქვეყანაში გაშლილი. და თქვენ თვითონ მეორდება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაშიო, ანუ რას გულისხმობთ, ქართული ოცნება ვთქვათ, რომელიმე წინა ხელისუფლების გზას მიყვება? ანუ ირგებენ კონსტიტუციას საკუთარ თავზე? სამწუხაროდ ცხადია, აი ჩემს წინ გამოსვლელი ბატონი რომას პირადად ეს როგორ ეხება მე არ ვიცი, მაგრამ ის არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომლებიც აი ჩემ თვალწინ ამ შენობაში პარლამენტის, საიდანაც მე ახლა თქვენ გესაუბრებით, დღე ნახევარში. მე ხას უსვავ, დღე ნახევარში თავდაყირა დააყენეს კონსტიტუცია, მხოლოდ იმისათვის, რომ მოირგონ და დაიტაცონ. რას გულისხმობთ, აფხაზეთის დეპუტაცია რომ გაუშვეს პარლამენტიდან, სადაც თქვენ იყავით? არა, ეს მოხდა აგვისტოს თვეში და კონსტიტუცია შეცვალეს დღე ნახევარში, რაღაცა ერთ თვეში, სადღაც ასე მარტის თვეში იყო. არც განხილვა იყო, არც არაფერი არ იყო სახალხო. ეხლა რაც შეეხება ჩვენს გასვლას ამ კომისიის მუშაობიდან. დავინახეთ რა, რომ არანაირი აზრი არ აქვს არც ჩვენს წინადადებებს, არც დებატებს იმ საკონსტიტუციო კომისიაში. თავარი ეს არის. ერთია რომ არ იღებენ შენ წინადადებებს. ერთია ეს და მეორეა, როდესაც საკონსტიტუციო კომისიას არ აქვს არანაირი სურვილი სერიოზულად და საფუძვლიანად იმსჯელოს ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ საკვანძო და უმძიმე საკითხზე. მე გულისხმობ იგივე ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაა უმთავრესი და უპირველესი. ჩვენი მიზანი, ამოცანა გნება ჩვენი ცვლილებებში სწორედ ეს განსაზღვრება ქვეყნის გამთლიანების შესახებ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, სამართლის ვერ ვნახე, აი ზუსტად რომ ვერ ვნახე ახალი მიდგომები ვერ დავინახე, ვერც მონდომება რომ ამ თემაზე ყოფილიყო, ამ თემებზე ყოფილიყო სერიოზული საუბარი. ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, საქართველოს პატრიოტებს. არა მხოლოდ ჩვენი, იყო ცალკეული დეპუტატები, პიროვნებები, რომლებიც აყენებდნენ იგივე საკითხს, ახალი მიდგომები იყო შემოთავაზებული, იგივე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა საინტერესო წინადადება, მაგრამ არ სურთ ამ თემაზე სერიოზული საუბარი. ეს პირველი თემა. რატომ არ სურთ ამაზე საუბარი? მეორე, ამას ვერ გეტყვით, ეს რაღაცა მენტალური პრობლემებია უკვე. ჩემთვის ბოლომდე აუხსნელია, აი ამ წუთამდეც აუხსნელია. დღეს იყო საკმაოდ ემოციური სხდომა, როგორც იქნა მეხუთე თვის თავზე აფხაზეთის და ცხინვალის კომისიამ დაიწყო მუშაობა და დღეს იყო საკმაოდ ემოციური სხდომა. მე სხდომა დაიხურა და მინდა გითხრათ, რომ ყველანაირად ვეცდები მე პირადად ამ კომისიის წევრი, რომ ტაბუ დადებული თემები არ იყოს და არ იყოს საკითხი, რომელსაც ჩვენ არ განვიხილავთ ღია ეთერში თუ დახურულ სხდომაზე. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი, მათ შორის კონსტიტუციის დაწერა,
უნდა ემსახურებოდეს მთავარ ამოცანას და მიზანს ჩვენი ქვეყნისა. ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ჩვენ ასე უყურებთ ამ საკითხს. ეხლა რაც შეეხება ფორმას სახელმწიფოს მმართველობის საპრეზიდენტო უფლებების ამ ამოცანას უნდა ემსახურებოდეს ყველაფერი. ჩვენ არ აქვს არანაირი გამოცდილება საპარლამენტო კომისიაში როდესაც იყო ამაზე მსჯელობა და დებატები, რომელიც თქვენ ახსენეთ, ამ შეთავაზებაზე რა პასუხი იყო, თქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იგივე კომისიაში? ეხლა მთლად ღია ეთერში არ არის ეს სასაუბრო, მაგრამ მოდით ვთქვათ მაინც კარგით. პირდაპირ ეთერში ხართ. როდესაც ჩვენ შევთავაზეთ კომისიას, რომ ახალი მიდგომაა საჭირო და ახალი პოზიტიური იმპულსი უნდა გაუშვათ ჩვენ, თუნდაც აი ამ ახალი კონსტიტუციის დაწერით და ახალი ჩანაწერებით აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს და კონკრეტულად შევთავაზეთ პრაქტიკულად წინადადებები. ამაზე ბატონი თავმჯდომარის პარლამენტისა და კომისიის თავმჯდომარის ამავდროულად იყო ასეთნაირი პასუხი, რომ ჩვენ ვართ ძალიან არასახარბიელო, მძიმე და ტრაგიკულ ვითარებაში და სიტუაციაში და აქედან გამომდინარე, ამ ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერანაირ პოზიტივს ვერ გაუგზავნით თუნდაც საკონსტიტუციო ჩანაწერით, ვერც აფხაზებს და ვერც ოსებს. კატეგორიულად არ ვეთანხმები მას ამ განცხადებაში. ანუ რა იგულისხმება, მან რომ ეს საფრთხის შემცველი იყო? სულ ვიქნებით ჩვენ, არ ვიცი მე ბოლომდე რა იგულისხმა, არ გახსნა მან ეს თავისი განცხადება, მე კი შევეცადე, გამეგზელებია კამათი. ჩვენ სულ ვიქნებით არასახარბიელო, მძიმე და ტრაგიკულ ვითარებაში, თუ არ შევცვალეთ ჩვენი მიდგომები და არ გავიაზრეთ ბოლოს და ბოლოს ჩვენი გეგმა, სტრატეგია და ტაქტიკა იმისა, თუ როგორ ვამთლიანებთ ქვეყანას. ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ამ მიზანს და ამ ამოცანას. იგივე ეს კონსტიტუცია, იგივე პრეზიდენტის არჩევა ამა თუ იმ წესით. ჩვენ არ გვიცხოვრია საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, ვიცხოვრეთ საპრეზიდენტო და ნახევრად საპრეზიდენტო ვითარებაში, ფორმებში, მაგრამ არც თუ ისე სახარბიელო გამოცდილება გვაქვს, ამას ვაღიარებთ და ალბათ ყველა ვაღიარებთ, მაგრამ გვაქვს ძალიან მძიმე გამოწვევები და ამოცანები და პრობლემები ქვეყანას. ქვეყნის სწრაფვა ევროპული კურსისკენ და ევროპისკენ ეს ჩანაწერი კონკრეტულად თუ განსაზღვრავს საქართველოს ურყევ კურსს ევროპისკენ და უნდა ყოფილიყო თუ არა ეს ჩანაწერი თქვენი აზრით? ნუ ამ ჩანაწერს კიდევ არ აუშავს. თავარი არ გაჩნდეს ჩანაწერი, რომ ჩვენ ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში და სივრცეში მივესწრაფებით. აი ეს იქნება ძალიან მძიმე ჩანაწერი და ასეთი ჩანაწერი არ უნდა მძიმე ჩანაწერი. ანუ არ უნდა მიესწრაფოდეს. იმიტომ რომ კონსტიტუციაში გნებავთ რომ მიესწრაფოდეს საკონსტიტუციო ჩანაწერი, ეს არ უნდა იყოს. ეს არ ეხება მხოლოდ ნატოს ბლოკს. ეს ეხება და უნდა ეხებოდეს ნებისმიერ ბლოკს და მსხვილ პოლიტიკურ ორგანიზაციას გნებავთ. მით უმეტეს სამხედრო ბლოკზე ჩანაწერები კონსტიტუციაში არ არის რბილად მინდა ვთქვათ მომგებიანი, არ არის რაციონალური და არ არის ჩვენი პოლიტიკის მოქნილობის საგანი და ფაქტი არ იქნება ეს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, პირდაპირ თუ პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ეხლა გააჩნია რა ფუნქციებს ვაკისრებთ ჩვენ პრეზიდენტს და როგორ ვხედავთ ჩვენ ამ ინსტიტუტს. ეხლა თუ ქართულ ოცნებას და ამისკენ მიდის საქმე, უზურპაცია უნდა კიდევ ამ ინსტიტუტის, აირჩიოს თავისი არაჩვეულებრივი საკონსტიტუციო უმრავლესობით აი ეს პრეზიდენტი, ყავდეთ ჯიბის პრეზიდენტი. როგორ გამოადგება ეს ქვეყანას, არანაირად არ გამოადგება. ანუ ჯიბის პრეზიდენტი უნდა ქართულ ოცნებას? დიახ. ნამდვილად უნდა. არა და ჩვენს მდგომარეობაში ჩვენ ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტიც უნდა ვყავდეს, ძლიერი პარლამენტიც უნდა ვყავდეს და ძლიერი მთავრობაც უნდა ვყავდეს ჩვენს ქვეყანას, რომელს ასეთი უმძიმესი პრობლემები და გამოწვევები აქვს. იმ უფლებამოსილებით რაც მას აქვს. არა
არ არის ისეთი პრეზიდენტი, რომელიც გვინდა და გვჭირდება და საჭიროა ქვეყნისთვის. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის განვითარების, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანს აქვს პრეზიდენტს, ბატონ პრეზიდენტ ჩვენი ქვეყნის აქვს თავისი პოზიცია და ფიქსირებული დამოუკიდებელი სხვადასხვა საკითხების მიმართ. ნუ ზოგს ჩვენ ვიზიარებთ, ზოგს არ ვიზიარებთ, მაგრამ ადამიანი ცდილობს იყოს რაღაც დამოუკიდებელი ექსპერტის როლში გამოვიდეს, რაღაცა დამაბალანსებელის როლში გამოვიდეს და აი ამ პატარა მის დამოუკიდებლობასაც როგორც ჩანს ვერ გუობენ და ვერ იტანენ. და ეს არის დამახინჯებული მადლობა. უზურპაცია ხელისუფლების, რასაც ქვია და არ არის ეს კარგი. ჩვენ ძალიან კარგად გააზრებული გვაქვს, რას ნიშნავს კონსტიტუციის მიღება და ძალიან კარგად გააზრებული გვაქვს ეს ჩვენი ნაბიჯი, რასაც ქვია საკონსტიტუციო კომისიის დატოვება. ეს ძალიან ცუდი რამ არის, ცუდი ფაქტია ძალიან. გასაგებია. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა დაგემშვიდობებით. რას უპასუხებს შალვა ნათელაშვილი ქართული ოცნების გედევან ფოფხაძის ნათქვამს, რომ სოხუმი უნდა იყოს